პროფესიულ სასწავლებლებში სახელმწიფო ვაუჩერი დაფინანსებული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო. 30 სოციალურად აუცილ სტუდენტს, რომლებიც სხვადასხვა პროფესიას სკოლით იკაროს შეუქმნებიან განათლების და მეცნიერების და ჯანდაცვის მინისტრები შეხვდნენ. ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში უკვე 2500 სტუდენტი ჩაირიცხა. თითოეულ მათგანს სახელმწიფოსგან 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. წლის განმავლობაში ვაუჩერული დაფინანსებით 7000 ადამიანი სწავლის. ვაუჩერის სრულად დაფინანსებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, 9 კლას დამთავრებულები და მე-12 კლასელები, რომლებმაც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლების მიღება გადაწყვეტეს. პროფესიულ კოლეჯში ჩვენ ნახავთ იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, იღებენ აი ამ ვაუჩერს და სახელმწიფო მათ ეხმარება სწორედ იმიტომ, რომ ისინი დასაქმდნენ, ქონდეთ საკუთარი შემოსავალი და მყარად დადგნენ ფეხზე. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. 74% არის დასაქმების მაჩვენებელი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამთავრებენ პროფესიულ სასწავლებლებს, ანუ ერთ თვეში 100-დან 64 კაცი უკვე მუშაობს. იღებენ ხელფასს და აქვს შესაძლებლობა, რომ შეინახონ თავის თავი და თავისი ოჯახი. ძალიან გამიხარდა ვარ სოციალურად დაუცველი, ავიღე 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით დაინერგა ამ წელს და მომეცა საშუალება მიმიღო ეს განათლება.